კლავ დავბრუნდით სტუდიაში და რა დროს წლევანდელი სეზონის ბოლო გადაცემა ხო და ახალ წელს თემით კი ბატონო ისე მიულოცოთ 2026 წელი უსულო ბედერება ჯანმრთელობა და წარმატებების ხოვრებაში. შვიდობის იანი წელი და წინსვლის წელი. შენ შვიდობის და წინსვლის წელი. მე ფეხბურთელებს და საფეხბურთო სამყაროს მინდა ტერიტორიული მთლიანობის მიულოცოთ და მომავალი გზები დავინახოთ და ღმერთმართას რომ აღდგენაც დავინახოთ. ამ ახალ წელს 2026 წელში ქართული ფეხბურთის აღორძინება მენახოს ისეთ დონეზე რომ მსოფლიო პირველობის ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები გაგვეკეთებიოს. ღმერთმართას. ამიტომ მინდა გულით, სულით, მოიხსენიოთ, კიდე მოიხსენიოთ, აი ეს დიდი ჩვენი ფეხბურთელები, ვინც წასული ამ ქვეყნიდან, მაგრამ ვორია პაიჭაძიდან დაწყებული, გივი ჩოხელი და ხოღობერიძე, მიშა მესხის, ლავა მეტრეველი, რა ვიცი, ბევრი ჩვენი იავანიძე, კი ბატონო და რასელია. ნუ ძალიან ბევრი წასული არიან ამ ქვეყნიდან. და ყველა პერიოდს რაღაცა რაც საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს და რომ ამ ათეულში ყოფილიყო ორი ქართველი ბაიც და ნანერთი. ჩვენ კიდე კაი რა არის საკამათო დღემანდელ თაობასთან ბევრი გვაქვს, იმიტომ რომ ბიჭო ვერ დააჯერებ ახლა იმდენად დღეს აი ხლა მე უყურებ აი ამას. ხო. შენ რუსულ ენაზე მთელ შენ ამ მონაცემებს, კვლევას და ასე შემდეგ ეს ამათთვის აბსოლუტურად მიუღებელია. კი, მე რა იყოჩი რაღაცა გამოსწორებულიყო ჩვენში. აი ხლა იცით აი საიტკენ მიმყავს რომ ესე იგი ამხელა ქვეყანა საბჭოთა კავშირი გერმანიას ებრძოდა, წარმოიდგინეთ ფაშისტურ გერმანიას და გერმანული ენა სკოლებში ისწავლებოდა უმაღლეს დონეზე. ხო, რატო? უმაღლეს დონეზე. იმიტომ რომ ეს არის უმაღლესი კულტურის მატარებელი ერი და მისი მე კიდე რა ინგლისური იმ დროსთან იმ დროს გერმანულს ეკავა მოდელი ინგლისური ისწავლება რუსულს ნუ დაივიწყეთ. ბიჭო მე მაგალითად ხო მე სხვანაირად უყურებ უკვე მაგ თემას შეასაც ახსენი. რატო? შეხედე მე ფეხბურთს გადაყოლილი ვიყავ. ფეხბურთი რას ნიშნავს? 24 საათის შრომა. სირბილი, ბურთი, კენწვლა, ამასი რატო? გაიგე? იმიტომ რომ ამ საქმეში მინდოდა რომ საუკეთესო ყოფილიყავი. გაიგე და მოწინააღმდეგისთვის რომ მეკო, იმაზე მეტი უნდა მევარჯიშა. იგივეა მე მოხდა ასე. მოხდა ასეთი რომ აი რუსული სკოლა. შედი რუსული სკოლა. ბიჭო რუსული. მომიჩინე, თუ გინდა რუსული, თუ გინდა დღეს ინგლისური, თუ გინდა გერმანული, რაც მეტი ენა იცი, მით უფრო მოუგებ ტერს ბრძოლას. რუსული სკოლას რო თქო და იმ რუსულ სკოლას რო ქონდა, ისინი მაგალითად 45 წელს დინამო მოსკოვი გაუშვეს, 46 წელს ინგლისში გაუშვეს. ბევრი წუთი გუნდები თამაშობდა 20 და განათლება ქონდა ჩვენ იმას დღესდღეობით ჩვენთან არის საშინელი გაუნათლებლობა და რაღაცნაირად ეს უნდა დასრულდეს. იცით, აი ფეხბურთს არ ეხება აბსოლუტურად ან საახალწლო გადაცემა, აი ერთ სიტყვიდან მორჩა, აი გზად რაღაცა ფიქრობ, რომ აი პატარა ბიჭები, გოგოები ხო 20-25 წლის მომავალი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ხო, თქვათ, თავისუფლად უნდა ფლობდნენ თურქულს და სომხურს, ანუ აზერბაიჯანულს, თავისუფლად უნდა ესმოდეთ ამათ ყველაფერი. არ არის საუბარი რუსულზე და ინგლისური, კი ბატონო, ინგლისური გამოგადგება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, კანადაში გასაგებია, სადაც ახალხო, მაგრამ პოსტსაბჭოურ სივრცეში ისაუბრებ გინდ რუსულ ენაზე, ბევრგან ისაუბრებ, თქვათ, თურქულ ენაზე, ხო, სომხური უნდა გესმოდეს, აქაური ნებისმიერი, თქვათ, ვინც კი ცხოვრობს მათი
ენა ყველას უნდა გესმოდეს თუ არ უნდა ლაპარაკობდე და მაშინ ხარ დიპლომატი. ერთი თარჯიმანი ყავდა ვანიშკა მაჭავარიანი. თარჯიმანი. ლაპარაკობდა ათენაზე. გერმანულზე, ინგლისურზე, ფრანგულზე, პორტუგალიურზე ხო, იმასაგებია, მე რომ ჩავდივართ ესპანეთში და შენაკას ესპანელი რა ხარო? იმდენად კარგად. იმდენად კარგად. ინგლისში ჩავდივართ. ხო, მაგრამ ფეხბურთი არ იცოდი. ფეხბურთი არ იცოდი. თარჯიმანი იყო. ჩვენ მიყოლა და კი, ჩვენთვის კაი იყო. ვიდრე რომ ვანიშკა მაჭავარიანმა რუსული არ იცოდა კაცო. შენ მე მახსოვს აიყო იცი შვილი წავიდა გერმანიაში და იცოდა ინგლისური, ფრანგული და ესპანური და გერმანელი ეუნება რუსული იცი უკინ ამ გადავირიე და თურმე რუსული გერმანელებმა ყველა მეცი და იქ დავიწყე მომზადება რუსული. ბიჭო, რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი იმიტომ კი არა რომ მაგინატორა ფეხბურთელმა კაცმა, სპორტსმენმა კაცმა, ამიტომ უნდა იცოდე ენა რომერო წახვალ სათამაშო რაღაცა ცნელის ენა, მაგრამ ცნელის ენას რას ეუბნება? ვიღაცას იქა უცებ ხუში ხო, მაგრამ არის მეორე მხარე. მე მაგალითად ენებს და მუსიკას ვერ ვსწავლობდი. რატო? იმიტომ რომ 2 საათი რომ უნდა წავსულიყავი, მივდიოდი და მოედანზე ვარჯიშობდი დაგბოდი. კაი, სირბილით კი მასწავლია, ენები არ ვიცოდი, მაგრამ კარგად დაგბოდი. კაი, რაც მე ჩემ პროფესიაზე მჭირდებოდა. ეს საფეხბურთო გუნდში არევალება, არავის 1-2 ფეხბურთელი ყოველთვის გამოჩნდება, ვინც მიდრეკილია ამ ენებისკენ და 2-3 ენა მაინც იცის. ყიფო მაგალითად. და მორჩა უკვე, მას მოაქვს საიდუმლოება. ინგლისური იცოდა, ხო და მაშინ ინგლისური თუ იცოდი უკვე ერევნის არარად შეხვედრა რო იყო. თქვათ არკადე ანდრეასიანი ვიღაცას რაღაცას რო ჩაშურჩულებდა ეთყო და შენ ხო გაიგებდი იმან რა უთხრა მაშენი კი წადი გაიგეთ ზუსტად იმათაც ასევე ესმოდათ ჩვენი ჩვენ ახლა ხო აქაც არის დაზვერვა ხო თუნდაც ცირე დოზით ესე იგი მივდივართ იმაზე ენა იმიტომ უნდა იცოდე ბევრი ფეხბურთი რო კარგად საჭიროა ფეხბურთის გაიგე უკვე იმიტომ რომ თელმა შეხედე სოფლიო ფეხბურთმა რა წამოგვიტკა რა ხელწერით უნდა მეცა ფერგუსონის ციგნია ბიოგრაფია ბიჭო მაცალე ერთუდი ესე იგი თელმა სოფლიო ფეხბურთმა დღეს წამოგწია წინ რა თემაზე გინდათ ვიძია კაი ფეხბურთი ითამაშო სოფლიოში სადაც გინდა წადი მიდი მოდი რომელს ხახომციმოში გინდა გაიგე და ამიტომ ენები უნდა იცოდეთ უკვე ხო ამიტომ თუ წახვალ იქ ენა იცი და სირბრიჯიცი ამას აჯობია ხო მაგრამ ენის სერდური არ არის ხო არ არის ხო აზრია იცით რა ახლა ჩვენი გადაცემა ხა საფეხბურთო გადაცემა რა თქმა უნდა მაგრამ უბრალოდ რაღაცა იმდენად გული შემტკივა აი ამ მიმართულებით რომ რაღაც საშინელება ხდება რომ ელემენტარულად ტელეეკრანი იქნება თუ რა იქნება დღევანდელ ახალგაზრდობას რუსული ენიდან თარგმნა ჭირდება თქვენ წარმოიდგინეთ ეს უნდა დამთავრდეს ეს რუსოფობია ეს ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესია ჩვენი გაერთიანებისთვის შიგნით ნერვული სისტემის დამშვიდებისთვის უკეთესია რა და ამას ვისურვებია მაგრამ შენ აღარ უყურებ და რუსულად რომ მიწერია მე აქ მიწერია რა იცი თელი მსოფლიო საუკეთესო მცველების გარჩევები კი ბატონო ესე იგი მე აქედან გამომდინარე ამას იმიტომ იმავშობი რომ მეც მე როგორც გადმომცე გაიგე თაობებმა გადამოვიცვა გევიჩოხელმა ამგენმა მაგრამ ჩვენ თაობას გამოვიცვით ჩვენც მე რაღაცებს გაერთიანებულს რუსული ქართული იქნება დღეს უკვე სომხურიც იქნება და თურქულიც იმიტომ რომ ფეხბურთის შემადგენლობაში არიან ყველა ჩართული ხო და იმისენა რო იცი და იმაზე მეც კაის რო დარბიხარ გაიგე ფეხბურთელი ხარ მაშინ ფეხბურთკენზე თურქი და ბაიერნი და იცით რა აი ამას წინათ გეხსოვებათ აუცილებლად ეხა ბევრი რაღაცა დიდი განსაკუთრებული ფეხბურთელი არ ყოფილა მაგრამ სამվել კასაბოღლიანი ერევნის არარატის ფეხბურთელი 70 წლის გახდა იუბილე გადაუხადეს ერევანში
მსგავსი არაფერი დაპატიჟებული ჩვენგან ალექსანდრე ჩივაძე ვახტანგ ქორიძე არიან კიდევ დინამოლ ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ ესე იგი და დასაევი სპარტაკის მეკარე რომანცევი სპარტაკის რამოდენიმე ფეხბურთელი იმისთანა კეიფი დროსტარება მთელი ამბავი ეხა ეგ ერთი ამბავია კი კიდე რომ რაღაცნაირად თქვენც უნდა მოგხედონ ამ ქვეყანაში რომ ეხლა თქვენც უნდა შეგეძლოთ ასეთი დაბადების დღეების გადახდა ხო გესმით ეს სხვა მომენტია აი ეს წყვეტა რო ხდება არ შეიძლება არანაირად იმ დინამოელმა დღევანდელმა ფეხბურთელმა 100 წლის რო გახდა გუნდი და ესეთი საშინელი წელი დინამოს არ ქონია ხო თქვა სინამდვილე ხო რა იუბილეზეა საუბარი თქვენთან შეხვედრები უნდა ტარდებოდეს კვირაში ერთხელ მაინც აი რიგითი ერევნის არარატის ფეხბურთელი იმისთანა დაბა თელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით შეხვედრა უნდა იყოს ჩვენ და კონდეს კვირაში ერთხელ ხო ისტორია ეგ ვაკა არარატს რო აიღო ჩვენ არა კვირაში ერთხელ აქ მოვდივართ და ლაპარაკობთ იმ დიდ საქმეზე რასაც დიდი ფეხბურთი ქვია კაცო ჩვენ საუბრობთ გამათო დაბადების დღეებზე ხვდებით ერთმანეთს მაგრამ ეს საკმარისი არ არის ხო გესმით ერევნის არარატს რომ მოეგო ევროპის თასების ფლობელთან თასი ან მერე უფრო გვიან რომ გამხდარიყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რა ამბავი იქნებოდა კასაპოხლიანი უგანესიანი ხო არ არის არა თქვა თავისი დონით არანაირად აი ასე შენ მოიცოდე ხო სომხებს სომხებს ევროპის თასი რო ეღოთ ბიჭო იმაზე ვერ ურჩევნოთ და ჩვენთან მეეგოთ კასაპოხლიანი შვილი ყოლია მილიარდელია მართლა ვაუ კაია მილიონერია და იმიტომ თორე მაგასო შვილი ყოლო და ჩეულებრივი მოქალაქე და შეატარებდა ამ დაბადებებს მაგას ხო ეს კი კიდევ ერთი მხარეა აი ხა ეგ პოლიტიკა თქვენ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებთ ნებისმიერ შემთხვევაში რაც თქვენ გაკეთებული გაქვთ ქართული ფეხბურთისთვის ელემენტარულად რომ მივდივართ ქუჩაში ხო არ არსებობს რომ რაღაცა ხო მაგრამ 10-15 წუთი არ სჭირდება ვთქვათ რომ ვიღაც ვთქვათ უფროსი ახალგაზრდობამ ფეხბურთელები ვერცნობენ ამათ ზოგიერთი ფეხბურთელი მე ზუსტად ვიცი იმიტომ რომ ერთხელ ასე ტურნირზე ვიყავით წასულები ერთად და ძალიან მორიდებით ერთმანთან ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ესო შემთხვევითო რეზო ხო არა დაეჭვებით ვიღაცას რო ეთქვა რომ ეს რეზო არ არის ჩვეულებრივად ხო ნუ ახლა პრინციპში რა არის იცით აი გავდა იმას რომ ვიღაცისგან გაიგონა ვიდრე თორე თვითონ ვერც მიხვდებოდა ხო მაგრამ აჩი არის მაინც ჩვენ რატო შემოვიდა ეს საუბარი აი ფულებთან დაკავშირებით და კაიგე აი რატომღაც სოფლიო გადევიდა ამაზე უკვე ნახე ესე იგი თუ $1000 ქონდა იყავი პირველი კაცი დღეს მილიონს გაძლევით კაიგე ესე იგი ეს შეიცვალა უბრალოდ ხო შეიცვალა და ეს ამიტომ რო შეიცვალა და მილიონს აძლევენ ჩვენი ეროვნულ ჩემპიონატში ეს მილიონები არ უნდა მიცენ რო დავინახოთ რომ ჩვენც ვიყობით დინებას ევროსტანდარტებით შეიძლება ისეთი დრო დადგეს ჯერ არ ვიცით რომ ბალანსი შეიცვალოს ხელფასების საქართველოში და ევროკავშირში კაცმა არ იცის ახლა უკვე გასაგებია ეს რომ უბრალოდ ეს ჩვენზე დამოკიდებული არ ვიცით თუ არის და ხო საერთოდ არა იმიტომ რომ დღეს ბიჭო გინდა თუ არა არ თავდება გინდა თუ არა დღეს სადაც ფული შემოდის იქ ყველაფერი იზრდება ხო და მე დარწმუნებული ვარ ეხლა ჩვენ დღემანდელ უკვე ევროპის თამაშებს რო უყურებთ მანო აი ევროპის თამაშს არ გადმიდეთ ფეხბურთზე და გავარჩიოთ
დღევანდელ ევროპის თამაშებს უყურებთ, შეხედავთ მომატებულია ფიზიკური მომზადება. კი ბატონო. მომატებულია ორთაბძოლა. მომატებულია ტექნიკა. მომატებულია ფსიქოლოგია. არა, კი, რატო იცი მანო, ხო, არა, მაგრამ არის ამ სისტრაფეში, გაიგე, შენი აზრით რომ მოდიოდი არ ძახი ფეხბურთი რა შემგვანა. კალადბურთო, ხო, კალადბურთს, ესე კალადბურთის ვარიანტი რა არის? წინ და უკან. ახლა მაგას დემატა კიდე კონჩეტევა. კონჩეტე, ჩასაფრებული კონჩეტევები. აი ეხლა არ შემიძლია არ ჩავერთო რაღაცნაირად. გუშინ რატომ ხაც ნუ შევყევი საფრანგეთი ბრაზილიის ფინალი ვნახე 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფრანგებმა 3-0 რომ მოიგეს. საფრანგეთზე საუბარი არ არის. ბრაზილიის ნაკრები, რომლისთვისაც ეს იყო კატასტროფული მატჩი, ხო? ერთ-ერთი ისე მოხდა, რომ გუნდი ჩავარდა. დღევანდელი ბრაზილიის ნაკრები ახლოს ვერ მიყვა იმ გუნდთან. აი იმ ჩავარდნილი თამაშის მიხედვით. საერთოდ ბრაზილიური ფეხბურთი აღარ არსებობს. ხო, სტოპ, მოდი გავჩერდეთ ერთ რამეზე. შეიძლება აი რატო, აი მომისმინე ჩვენ ბრაზილიას თან ჩვენი საქართველოს ფეხბურთი დავაყენოთ. რითინ ვიყავით ბრაზილიელზე ნაკრები. მე ძმაო ბრაზილიელებს შევხვდი 4-ჯერ, 5-ჯერ და არც ერთი 11 ნომერი არ გამეხარებია. არ მოუთხოვები ვარ და ვერი მე ხელწერას ვსაუბრობ. არა, მე გეუბნები. მანუჩარასაც იგივეა გაკეთებული და მიშა მესხის ლავამეტროვეს გივიჩო ამგესროა გაკეთებული და ბორია პაიჭაძიდან დაწყებული და ღოღობერიძეებს როა გაკეთებული ეს კიდე იგი რატო არ რატო შეძენი და ჩემპიონატი იყო მაგრამ ბატონო რეზო. ხო და ესე შეგძლებია ხო. წაუგია ბრაზილიის ნაკრებს. უნგრეთთანაც უნგრეთის დიდ გუნდს ხო არ იგებდა ბრაზილიის ზოგჯერ აგებდა. სხვა რამეს ვამბობ. რო შეხედავდი სხვა ფორმები რო მოდად იცნობდი ბურთის მიღება იქნება ელეგანტურობა ბრაზილიური აღარ არის. რატო იცი? იმიტომ რომ ევროპაში გაიყვება. არა, იმიტომ რომ ფეოლა აღარ ყავთ. გაიგე? ევროპაშიაც გაიყვება სიტყვით ბატონო მანუჩა. ჯერ თუ მეთა შეიძლება არ მეთანხმები. ჩვენ ფეხბურთი უდის ყავდა იაკუში რომ ჩამოვიდოდა. ბრაზილიელებს ვერ აყვენ ამ ფეხბურთის განვითარებას. ხო. კლასი დავარდა. ხო, მაგრამ შეიძლება მაშინ იყო ნაკრები სიმდიდრე იყო და ფეხბურთელები უფრო მაგრად თამაშობდნენ და ეხლა აი ამ ახალ მაშინ ნაკრები ინფორმაციაც იყო. ეხლა ყველაფერი გადაღებულია. თქვენ ამბობთ რომ ეს ძალიან ზედმეტი კომერციალიზაცია უკვე ამდენი თამაში. მე მაინც დავაბრალებდი რომ თვითონ წვრთნელები აი ბრაზილიაში რო ზრდიან ალბათ იქვე შეიძლება ბევრი ევროპელი მწვრთნელია ჩასული. ეხლა ამაში არა ვარ მე ჩახედული ღრმად ნამდვილად ბრაზილიის საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვიყავი და წავედით ბრაზილიაში სათამაშოდ. ჩავედი რესიფში, ფორტალეზაში და შემდეგ აუგურიდან ვითამაშე და პირველად რო ჩავედი 3-1 არა რესიფში 0-0 ვითამაშე და ფორტალეზაში 3-2 წავაკეს. ორი ბურთი შეუგდეთ. რასამა მგზავრობა მთელი ამ არა იყო იცი მაგარი ფეხბურთი იცოდნენ და როგორი ბალეშიკები იყო იქა ის აშნელი ბალეშიკები არ გაჩერდებული და ეწოდნენ დააყენეს ბიჭო კარის უკან დოლი ამას ფეხბურთის სტადიონის კარების ხელა და ურტყავენ და მეორე ტაიმში კიდე ახეს როგორია შევცვალეთ მეორე ტაიმში ურტყავენ და ბოლო ალენი ყავდა მეკარე და ბოლო წუთებზე იმდენი უბრახუნეს გამოუყურეს ყურები ხო და გამოუყურეს ყურები ხო ეგეც რავალ ტექნიკური მამაძაღლობა აი ეს უყურეს ფეხბურთი ხო და ეხლა ის მოკვდა ეხლა უყურეს ვატაშორის ანჩელოტი გახდა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი წინა სული იქაურები თვითონ აი გუნდის სახეს სათამაშოს ფეხბურთელი ბურთს როგორ იმორჩილებს თქვათ რა მომენტში როგორ გარბის ის ამას ანჩელოტი ხო ვერ ასწავლის უკვე ის ჩამოყალიბებული ფეხბურთელი არა აი შეხედე
შენ ანჩელოტი და ფეოლა ბაშვი ხარ, ყველაფერს რო ასწავლი. ბიჭო, თვითეული ფეხბურთელის ჩაურთოს ის ძველი კადრები და აყურებინოს რა პელეს ესეთი მიხრა მოხრა ვაქშენს ეგეთი უნდა. შენ შეხედე მე ახლა მომსინე მე ახლა ხო მე რო ხალხსნელი ვიყო. მე არავის ჩართვა არ მინდა მიდონა იმდანად მოედანზე მაგი ორთაბრძოლები გადანახული გადმოღნახული გაიგე რო უკვე ფეხბურთელს ოდევინახავ აგიან შეუძლია ვასწავლი მივდივარ და ვუნებ ეს კი არა ესე გააკეთე კიდე ეს მიუმატე კაია გაიგე რასაც გეუბნები შენ ამბობ ეხლა რომ ეს ასე რა მანუ ხო მაგრამ მიხრა მოხრას და ბურთან ბურთის ფლობას დამორჩილების კაც აქვს ჩამოყალიბებული 28 წლის სასაკში უკვე ის დასრულებული ფეხბურთელია. ხო და შენ მიხრა მოხრა საიდან მოდის? ვარჯიში. რაცა ვარჯიში. არა, მანუჩა აგერახარ და მიხრა მოხრა ბურთის მიღება ტანის ჩადგმა რო ვერ გართოვდა კაცშვილი უთხარი ეს აიდუმლეობა. იმიტომ რომ ბურთი ისე მკლავდი უკვე ისე უკვე ბეროჟავეთი მაშინ ბრაზილიაში. საბჭოთა ბურთ აგდებდნენ დავიწყე კეცრაობა და ვკითხულობდი გაზეთს. და რო კეცრები ბურთს და გაზეთს ვკითხულობდი. რამდენ დინამოელს შეუძლია ამის გაკეთება? ხო, ნუ რა ხო შეუძლია? რაც შეუძლია ეხლა ეს ზანგები ვიყურებთ და გიждდებოდით რა შევიო ეს აი შეწამული მაშინ ხო და შენ ნებისმიერ დიდ ბრაზილიელ ნახევარდამცველს შეგიძლია შეეჯიბრო და არც გეშინოდა არ იყო ასე იყო მანუჩარ მაჩაიძესთან ფეხბურთელების შეხვედრა 1 საათი დინამოში ყოველ შაბათ დღეს ან ყოველ კვირა დღეს არა მომართვა არა მანო არა მე მაგალითად მიამახება მე რამდენ რამეს გაიგონებენ ფეხბურთი მაინც ქართული ფეხბურთი ეხლა მე თუ გინდა აღარ გინდა დღემანდელი კვარაცხელია ვიყო ძმაო გაიგე დღეს ხო ხედავ ლიდერობს სოფლიოსთან ევროპასთან ძალიან სერიოზული ფეხბურთი ესე იგი საქართველოში იბადებიან ხო მე რა ალექსი და შემდეგ უდან წუხარა ამაზე ხო ოხერთი წუთით დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა დასილამაზე ხო ესე იგი მაგირო დაბრუნდებოდეს მანუ ახლა მედაში სოფლიო ნაკრებში მოხდებოდა იმდენზე ვარჯიშებ ხევანდელი გასაქანი თქვენ რო იცოდეს აი რო წარმოიდგინე რას ისა არა შენ მაინც მაქსიმუმი გაკეთებ შევიდნენ მაინც კაცოები და თამაშობენ სოფლიო იცნობს გასაგებია მაგრამ სად დღევანდელი ხო მატერიალური დგომა დღევანდელი პირობები საკონდენსები ხო დი სტეფანო თუ მაშინ იქ დაიბადა ვიზე ნაკლებია დღევანდელზე არგენტინის ნაკრებში ხო ნუ ეხლა ეს გასაგებია მაგრამ 10 ფეხბურთელი და არგენტინა 5 ფეხბურთელი და შენ ახლა მე შენ მომიტანე წიგნი მომიტანე დღეს ხო შენ ერთი 5 წიგნი მაქვს შენგან წაკითხული ესე იგი დიდი ფეხბურთელი ვინც იყო ყველა ჩუმად მამაწაღლი მოვარჯიშე იყო თავის თავზე მანო გაიგე ბიგი დაჟე პელე რო დაიწყო პირველი გარჩევები ასე ჩვენ გავაგვიჟა საიდან ასე ტექნიკაოდა საიდან და იმა მანდარინს კენწრილი დიო რა მანო მოგვლიჭავდი ტიპასო ხო იყო მანო ჩვენ მაიალკა ხოდა ხო რაღაცები igen აჯარული ხო არგენტინის ნაკრები ხდებოდა საბჭოებში თოპში და არგენტინამ ერთი როლი მოუგო თან თოპში ხო და как сыграл сборная СССР და მეროდი ერთელ ყურში გავუშვე მე რა უთხრა არგენტინერას და არგენტინაში ფეხბურთელები იბადებენ და ევროპაში ხდებიან მე რას მეუბნები აი ეს ვიკითხა უბრალოდ მაგი დედაჩემს შეგიძლია დედაშეს მუცელში იცოდა რომ ფეხბურთელები ვიყავით მანო ხო არა ისე გვიტყავდია ისე გვიტყავ მუცელში ხერხზე მაგრამ ჩვენი ფეხბურთი ქართული ფეხბურთი სულ სხვადასხვაერი იყო ბრაზილიის ნაკრებს რო შევხვდით 65 წელს მე არ ვიცი ძველად როგორი იყო დღეს არის განსხვავებული დღეს რა ხდება ბავშვები დადიან ვარჯიშზე 45 წუთი გრძელდება ვარჯიში გეგონება ინგლისურის გაკვეთილია იქ რა ესწრება როგორ ესწრება კაი კვირაში სამჯერ ხო წუთნელმა ალბათ უნდა უთხრას მე მეტი საშუალება არ მაქვს რაც ნუ კარგი ასეთი სიტყვით თავისუფალ დროს ჩადით ეზოში კენწელეთ ბურთი
ალბათ საჭიროა მე მაგალითად ეს ხო უკეთესია ვიდრე რომ ეს ყველა თქვა თითო იწინადადება რა უნდა ქნას იმან მშობლებმა და რა უნდა ქნას იმან გუნდებმა რომ ბოლში გეიზარდოს პელე კაი არ მინდა მომჩაროს თქვა და მიშამეს ეხლავე მშობლება უნდა მიეშენ ბავშვს ყურადღება ევაგიელ თავად უციდან დაწყებული მაშინ უნდა იყოს ბავშვი მეზე მუშაობა კი ბატონო ეზოში უნდა ითამაშო სად არის ეზო არ არის ეზო არა ზოგან არის მაგრამ ზოგი ყველგან არის პატარა მოიძე იცით რა არის დაწესავები ყავდა მდგომარეობა მშობლისთვისაც რეზოლუცია რომ იმდენი მანქანები ეშინია გურიაში რომ ჩამოდიოდნენ ბათუმიდან ათისამდე დედამისი დაუძახებდა ბავშვებო ამოდით მამაჩემი ეუნებო ჯერ არ ჩამოსულა არ უთამია ითამაშოთ 1-3 საათი 2 საათი აი ეხლა ერთ გუში აი ეხლა დაკავებულია ინგლისური ფრანგული ყველაფერი და ფიზიკურად უნდა იყო ახლა შენ ინგლისურზე ლაპარაკობ და დაკავებული ფიზიკურად უნდა იყო და მე რაც ნახე გუში და გუში წინ ამ ორ დღეში მინდა ერთი რამე გითხრათ ესე იგი ქუჩაში რო დავდივარ გეხედე მოვდივარ გუშინწე სამოდნების არის არა ბიჭი მოდის და ბურთი უჭირავს ხელში. კაი, ბიჭი უჭირავს ასე ბურთი ხელში და მოდის ბიჭი და არა და ჩემი უბანში ვარ იქ და ასფალტია, კაი და იგი მოდი რატო უკავია ხელში? ხო, გავაჩერე და უთხარი ბიჭი, მოდი ეგ ფეხბურთელი ხო ხარ თქვა. კი, მე რა გიდა ხელში მეკარე ხარ თქვა? არაო. მე ადექი და წერილე მე უთხარი და ატარე ეგურთია. სტოპ, ახლა გაგრძელება ნახე. ბიჭო და 3 დღის მერე მოვდივარ ქუჩაში. კიდე მოვდივარ ქუჩაში და უყურებ 5 ფეხბურთელი მოდის. და 5-ს ბურთი უჭირავს ბიჭო. ხელში. არა, ფეხში. უაიმე, გავეკიდე და ჩავეხუტე. ბიჭებო, მე უთხარ, თქვენ გამოყვალ ფეხბურთელები. მართლა, რა მოდიოდნენ, იცი? ბიჭი და ხო იცი, კერო და გამიხარდა ბიჭო და ვიტიღრი. ბავში, ვინც გეძდება ფეხბურთელი. გაიგე, საიდან შენ თვითონ გიტაცებს, გაიგე აი ფეხბურთელი, რომ დიდი გინდა გამოხვიდე და რომ სულ გინდა რომ მოუმატო, გაიგე, ქუჩიდან იწყება. ხო, კი ბატონო, მაგრამ ეხლა იმდენი მანქანებია რომ აი ხო არა აი ეს არ გამოდის არა ეს სწორი საბუთი ბურთი რო გაყუდა ფეხით სწორი საბუთი არ არის ეგრე გადავარდება ბურთი აიმე ბიჭო არა ბურთი რასია ჩაგივარდება შენ მე იმას კარგავ 9-10 წლის ბავშვს არ გადავარდება ბურთი ეხლა ასფალტიდან იმაზე რა ისმინე ბავშვები ვარჯიშობენ ისმინე ბიჭო მომისმინე ცოტა არ გამიგოს არავინმა და ბავშვები გაიგიდება მე აბა ბავშვებო ტრენერთან არა იბავშვები მიდიოდნენ იქ სტადიონი იყო იღებს და ვარეჯა ეს კი არ მაინტერესა ფეხით როგორ იღებ ბურთის პრობა ესა ფეხბურთის პრობა ფეხბურთელი ახლა გაჭირდა ფეხბურთი მარტო ბურთის პრობა არა ფეხბურთი არის ფსიქოლოგია არა ფეხით უნდა აიღო ბურთი ის იღებ და ხელი და მერე კენწლი და არა ჩემ ხალხობაში მახსოვს ბავშვობაში მახსოვს ჩვენ ზღვაზე მივიდოდი თბილისის ზღვაზე იგარა ბურთი მქონდა მთაზე მცეზე ვიღარი ხარ არ დაგორებული სილაზე და პლიაჟზე კიდე რო ჩამდიოდით ლესელძეს და იმაში მანუჩარა იმიდა და რატმენი ვარ სილაში წინ დაუგან ბურთი და ერთხელ ხოდა ეს იყო ბურთის გზობის შემუშავება ადამიანს მე ერთხელ მე ვიტანე ახლა სადღაცა ახალი დაწყებული მაქვს აი ეს არ ხდება ეს არ ხდება ეს მექანიკურად ხდება და იმა ასე სურათი მაქვს გადაღებული პლიაჟზე გაიგე ერთ ბიჭმა გადამიღო კაცმა რომ ბურთით რო ვარ გაიგე და მოშევოდი რა ახალი დაწყებული რომ აქვს ქუთაის ტორპედოში ფეხბურთელობა უკვე როიწყება პროფესიონალიზმი. იცით რა, აი ისლანდიაში ვთქვათ, ან ნორვეგიაში, გინდ შვედეთი აიღე. ალბათ სხვანაირად უნდა ხდებოდეს სავარჯიშო სისტემა, ჩამოყალიბება. ჩვენ სამხრეთულ ქვეყანაში რაღაც ბევრად ახლოს უნდა ვიყოთ ბრაზილიურთან, არგენტინულთან, იტალიურთან.
ალბათ მაინც უფრო მეტი აი ეს იმპროვიზაცია წავიდა. არა, რა არის ახლა იცი? იმიტომ რომ იქ არ არის ეს, იქ არის აი ნორვეგია რო აიღო, რაღაცა საოცარი ინფრასტრუქტურა შექმნილი, მაგრამ ხელოვნური. ბეჭო, გამაგები ერთი, არა, აი შეხედე თქვენ უყურებთ ახლა რა მდგომარეობაშია ნორვეგიის ნაკრები. შეიძლება 4 ხელულშიც აღმოჩნდეს. მაშინ ახლა აჩიო შენთან ერთი შეკითხვა და შენთანაც კიდე და მომჩავაზე კაი არ გვინა. ბიჭო, მომისინე ესე იგი 74 წელი იყო გოლია. კაი, ხეში. ხო. ესე იგი ჰოლანდიელებმა შემეიტანეს ტოტალური ფეხბურთი. და მაგენი საუკეთესო ფეხბურთელი კრუიფი. კაი, ხო იყო. საიდან ესეთი ლამაზი ფეხბურთი, ესეთი კაი დღემდე რომ მიდის, ტოტალური ფეხბურთის თამაში. საიდან? საიდან? ხო, ესე იგი შევდა კაიაკში და ეს ვინდოზე იყო და ესე იგი მივედით იმაზე, ხო, მაუხა. ესე იგი მეც მაგალითად ხო თბილისის დინამოში რო ვიყავ ქუთაისდორ სულ ქუჩაში ვიყავი და სულ ფეხბურთში ვიყავი ჩართული. კაი, არ დავდიოდი ამ ქორწილებში და იმაში დამადების დღეებში. იმიტომ მიაღწია. ხო და ეს სტადიონი და შენ კეთილ ასფალტია, ასფალტი კი არა, იგი ტროტუარზე უნდა იარო, ისე უნდა იარო და იქ ისე უნდა წახვიდე რომ ეს ამბობს პირდაპირ რომ ყველაფერი რაც კი მე მისწავლეო ფეხბურთშიო, ვისწავლეო ქუქუჩის ფეხბურთით. კი ბატონო, ასია. პირველი ასეთი კრუიფი ამ დონის ფიგურა ამას რო იტყვის. თქვენ რო ამას იტყვით, რეზო ამას რო იტყვის, ჩივაძე რო ამას იტყვის, ესე იგი ყველაფერი ეს არის სინამდვილე. და როგორ შენ რო ადიოდი თაზე და რო ადიო ბურთი რო დაგორდებოდა რო გაიწევდი ბუნებრივად ანუ უფრო ბუნებრივი უფრო ვერტური ბავშვისთვის და იმიტომ ვერ გარტბენდე ბურთს დავეწეული და ისე მზიტველია და ბიჭო ისე მანჩონებას უვითარებს ისე მაინც და შენ ყველაზე უნდა იმუშაო ყველაზე მთავარი მაინც არის ბიჭო მე ახლა მქონდა ბევრი რამე მე მაგალითად ჩემშვილიშვილის ბოშობიდან დავაწყებიე ფეხბურთი თამაში ვარჯიში და მე მყავდა ყველგან წრეოსნობაში ამაში და ბიჭო ბოლო გაიგე სიზარმაცე მე იგებდა გაიგე ხო და ესე იგი რომ მეგონა რო აგები გავხადე კაი ფეხბურთელი არა დაგულოებ და გოგოებში და იმგეში დადი მე ხო ესე იგი თურმე მანო თითოეულ საგოლე პასზე უხდი და 5 ლარს ხა გიცი ხო გოლი რო გაეტანა მგონი 20 ლარი იქნება არ გაქონდა თან ბიჭო თან ძროოსნობაში ჩავიდე 100 მეტროს პირველი ადგილი იყო ხუჯენ თბილისში ხო რა ესე იგი ხო მაგრამ თურმე მანო გაიგე ის ბოლომდე თუ შინაგანა დარგიზის გულში გაიგე მებრძოლის სული გაიგე მებრძოლის სული და დღეს მაგრამ მარტო ძიშველი ბუნება არ მოგცა ესე იგი ბუნება ძალიან ჭკვიანი ხალხია ხო მაგრამ ეს წევრთნა არის ალბათ აუცილებელი მაგრამ იქნება მე ან გამოვა ან არ გამოვა მაგრამ ფსიქოლოგია არ იქნება მაგრამ ფსიქოლოგია მე ვამბობ რომ ეს 45 წუთი საკმარისი არ არის მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ერთ-ერთი ყველაზე სიძლიერე იწყება ანდრო ჟორდანიიდან იწყება ცნელებიდან მაგრამ დამიჯერე ცნელებიდან ჩამევიდა ანდრო ჟორდანია ქუთაისში ტყიბულში ყველგან ფეხბურთი მერე მევიდა იაკუშინი მერე მევიდა კაჩალინი მერე მევიდა კივიჩოხელი გაიგე რეზო ეხლა შენ სწორად ამბობ იმიტომ მოვიდა რომ ჩემპიონატი მაგარი იყო და ეს იქ ბავარია ეხლა ჩვენ უნდა დაუბრუნოთ საქართველოს ქართული ფეხბურთი რომ აღორძინდეს ჩემპიონატი ბიჭო მე ეგ საუბარი ბიტო გვაგანე გაიგე თავრობა დონეზე უნდა გადაწყდეს აუცილებელი იმიტომ რომ აი ხლა ინვესტიცია აუცილებელია ინვესტიცია რაზო აი ხლა 12 გუნდი ხო არის მაგალითად ჩემპიონატში ხო ბოლო ადგილზე გასული ორი გუნდი არ უნდა გაუშვე დატო გაზარდო მე უნდა შექმნა კი ბატონო ფეხბურთელები აიყვანო და დიდი ხელფასი გადაუხადა ერთი 6 გუნდი კაი გუნდი უნდა შეიქმნას ვიში დონეს იმიტომ რომ ეს ხელოვნურად ვერ არა
ფული უნდა მისცე, დაინტერესო. ბიჭო, მომისინე ფული უნდა მისცე ბავშვებს. ბავშვებსაც არა, ბავშვებიდან ამათ ვეღარ გარდაქმნი უკვე ესენი 25 წლისები არიან 27 წლისები თამაშობენ უკვე რა ესენი თქვა უკეთი თამაშებენ 20 გუნდიანი ჩემპიონატი რო გაუხადო დინამო როზე აბისმინა იბერია ახლა ცუდად არ გამიგო იბერია ჩემპიონი რო ხდება გადის გასვლას თავის მოედაზე იქაგე რატო აგა სხვა გუნდები არ ვაგა 20 გუნდში ბიჭო ყარაბაღი რატოა? იმიტომ რომ დაფინანსებენ, ჩამოყვანილი ყავთ, ფულს აძლევენ და ამიტომ ჩემპიონატი უნდა გაძლიერდეს. დინამომ უნდა შეიძლება ტორპედო ქუთაისი დინამო რატო იყო მაგარი ტორპედო ქუთაისი თამაშობდა დასავლეთი თამაშობდა აფხაზეთი თამაშობდა აჭარეთი თამაშობდა ისე იყოს რომ ამ წელს აფხაზეთი დავიბრუნდა და ყველა მომავალ მე აი სიმართლეს რა პარაგონთელას კეფიცები საქართველოში ქართველი 11 აქეთ რო ყოფილა 11 და არც ამიგია არც ერთი თამაში კი ბატონო მაგრამ მანუ ეხლა ისმინე იმიტომ მაშინ ჩემპიონატი მაგარი იყო და მაგრა თამაშობდი ხო ჩავდივით ამ იმაში რანჩხუში ხარაძეში მათე მაგარ თუ გეტეთ 5 4 კი აღა მაგერა და კაია მანუ ეხლა მithume დინამო რო ჩადიოდა იმიტომ და დინამო იყო ნაკრები იმათვის რამხელა სკოლა იყო წარმოიდგინე შენ იცი პირველად მე ფეხბურთი ქუთაისში წავედი ქუთაისის დინამო სტადიონი იყო და ქუთაისის დინამო სტადიონზე ჩამოვიდნენ სათამაშო თბილისის დინამო კოტრიკაძე რო იყო მარჯვენა ფლანგზე და ზაურა კალუევი და ესეთი ხალხი გაიგე და პირველად რო დავინახე თბილისის დინამოს თამაში და თბილისის დინამოს პირველად ფლანგებიდან გასვლა ჩაწოდება აი გაიგე ეს რო დავინახეთ გაიგე რო დავინახე უკვე მივხვდი რა არის თურმე ფეხბურთი დღეს ყველაზე დიდი სიმდიდრე ფეხბურთს აქ რა ბიჭო მილიონობით ხალხი დადის საყურებლად მაგრამ დადის ყველგან აუ მაგარი ესე იგი ის ხალხი მოდის ვალერში ყობს შენთან ერთად თამაშობს იგი ბიჭო ხოშა მოდის და რასაკვირველია იმის გულისა უნდა დადო თავი კიდე ანუ ბორებზე ვიყავი და გავიცანი აინი და სიმონეთი იბერჩიას ქუთაისსა და იური კეზერბაძე და თბილისში წამოვიყვანა დინამოს თამაში რომ დავასწარი რომ დაინახათ ის უყურებია თელბარა სტადიონზე რომ დაინახა უცაევი და ეგენი გაგიდა და სანახაობით კარგია შენ ახლა ისეთი რაღაცით გამსა ბიჭო სიმონეთიდან ფეხბურთელს დავა წამოვიყვანა რატო თუ იცი სიმონა არას ბორებზე სიმონა შეიძლება მაგჭა ფეხბურთელი გამოვიდა არ ყოფილა სიმონა არა სიმეონე იყო არა მე ვამბობ სიმონა ბორებზე ერთად ვიყავ და წამოვიყვანა თბილისში და დინამოს დავასწა გაგიჟდა რომ დაინახა დინამოს და სიმონეთიდან ფეხბურთელის მოდის და კაიგაშკაცების მოწამევიდნენ ხო ისე უნდობით თვალა სიმონა დარასელია იკარდაიბა და უჭაჭირეს სიმონიანი ნიკიტა სიმონიანი ხო ნიკიტა სიმონიანი უდიდესი 15 წლიდან აფხაზეთში ძალიან უყვარდა გარდაიცვალა ხო კი გარდაიცვალა 19 წელს ერთი თვის წინ გარდაიცვალა ხო ისა 15 წლიდან ცხოვრობდა სოხუმში სოხუმიდან დაიწყო სოხუმის იური გრამატიკული მე სოხუმში ვთამაშობდი იური გრამატიკულოს უყურებდა მაგას 4 ფეხბურთელი ყოველთვის იყო სოხუმიდან სულ არა სასაბჭოთა კავშირის ნაკრებში როცა ეგ წვრთნელობდა მისი წვრთნელობით კი კაცო არა იმიტომ ჩვენები მაგრა თამაშობდნენ არა აი მაგრად გეთამაშობდნენ მაგრამ სიმონიანი იყო და თბილისში გაზრდილი იყო და იცოდა ფეხბურთელები მე აღარ იყვნენ ხო ნუ ეხა პრინციპში 100 თუ ისეა სამთა კავშირის ფეხბურთმა მაინც ჩაწერა რაღაცა ისტორიაში. აი იცით რა არის აი ამას წინათ ვუყურე დაახლოებით 20 წუთიანი ესეთი ფრაგმენტი არის საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1980 წელს მოუგო ამხანაგური თამაში მარაკანაზე ბრაზილია 150,000 კაცი 2-1 მოუგო მაგრა დაჯობა
მაგრა დაჯობა, კლასი დაჯობა, თვალებს არ უჯერებდი. ჩვენებმა. კი. ესე იგი ჩვენებიდან იყვნენ ჩელებაძე, ჩივაძე, ჩვენს მერებლია და რომ მოდის. ხო, და მეტი მგონი არავინ. ახლა ძირითადად სპარტაკის ფეხბურთელები იყვნენ და სხვა შორის კომენტატორი ვისაც მიყავს ამბობს რომ იმ მომენტში ზუსტად დინამო პირველ ადგილზე იყო ჩემპიონატში და ბესკოვია მწვრთნელი და ძირითადად სპარტაკის ფეხბურთელები ყავთ. ანუ სამი იყო ჩვენიანი სულაკველიძე იყო შეიძლება მესამე, ანუ სამი კაცი თბილისის დინამო დანარჩენი, ესე იგი 5 ან 4 იყო სპარტაკიდან, ანდრეევი იყო როსტოვისკადან და ისა რა ქვია, კიევის დინამო და რჩება 2 კაცი. მეკარე საიდან იყო? რადგან 70 წელი შეასრულა 11 მეტრიანი დაარტყა. 70 კაცი მიყავით ნაკრებში ქართველი. ხო და რა იყო იცი მაგი საფრთხე-კავშირის ჩემპიონატი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი რა თუ დალაპარაკი და აი გინდათ არა ევროპადიოდი ჩადიოდი ჩემპიონატში რესპუბლიკებში ჩადიოდი გინდათ არა უნდა დაგენახა ვინ იყავი რა იყავი და ძელი შეიშვილი ხარ და სახში წააგებდი თამაშს აი ხლა ჩემი გამოსვლები რა მე უთხრა ჩვენ ფეხბურთელებს რატო ვიგებდი თბილისის დინამო აი საქართველოსი სხვა საკუთრებში რო ჩავდიდით იმიტომ რომ ფიზიკურად ვიყავი ძირელები ტექნიკურადაც პირველ რიგში ფიზიკურს ამბობს მამუჩა ასეა იმიტომ რომ აი ახლა ბევრი მოდნის ცენტრიდან შეიძლება ბურთი ვერ მიაწვდინოს კარს შემადგენლობა ახლა ისეთი ბურთები ქარივით ვიდის გაზომია ან მიაღწევს ან არა მინდა კითხვა ერთხელ აი ესეთი ჩემი აზრით არის ქართული ფეხბურთელების და უარყოფითი ხარი არის ფიზიკური მომზადება ყველაზე მაგარი რომ ფიზიკური მომზადებაში ჩამორჩებით ძალიან ბევრი უნდა იშოვოთ რომ მეაღწიოს ხარმატებებს და არ გამოდის ახლა მივედით გონია ბოლოში და მანჩა ჩვენ აი დღეს უნდა ვთქვათ დღეს ვიკამათეთ და ვისაუბრეთ რატო გავაცილეთ ძველი წელი ძველებური ყველაფერი გავაცილეთ გვინდა რომ ბევრად ხელზე იყოს 2020 და ახალი წელის ხტები შემოძღვი ფეხი ღმერთი მრავალი ახალი წელი ყველა ქართულ ოჯახს თითო ფეხბურთელი ყველას ყავდეს. ასე ეს უნდა აუცილებლად. ხო, უნდა ყავდეს დედებმა, რაც შეიძლება მუცელში უნდა ზარდონ უკვე დააწყებიონ ვარჯიშები და ბედნიერება უსურვოთ ქართულ ფეხბურთს, ისლა ქართულ სპორტსმენებს, საერთოდ სპორტსმენებს, სპორტიულ ცხოვრებას და ჩვენ კიდე მოგველოცოს მოვალი თაობისთვის, მაგრამ დიდი ფეხბურთი, დიდი ბოქსი, დიდი ჭიდაობა და დიდი რა ვიცი, ყველაფერი თუ გინდა ჭადრაკი. ინდოისტები გახდნენ, სოფლიო ჩემპიონები ისე. ახლა ბოქსერები გახდნენ, ბოშები. და ამდაუწო ხდება კარგი ამბები, უბრალოდ ფეხბურთისთვის არ იყო კარგი წელიწადი 2025 ახალგაზრდული, არცეროვნული. მადლობა. კი. და გავაგზავნოთ შორს. და მადლობა გადავუხადოთ ჩვენ გულშემატკივარს, რო ასე ლამაზად ბედნიერი ახალი წელი.